გრძნობა არა მარტო პენიტენციალურ გორჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლახში ნაციონალური მოძრაობის სახელით რუზვინპრომის ღვინოების დარიდება დაიწყო. თითოეულ ოჯახს 20 ლიტრი წითელი და 20 ლიტრი თეთრი ღვინო უნაწილდება. პროდუქციის დარიგების ადგილას კი ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები მოსახლეობაში პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ აგიტაციას ეწევიან. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით ღვინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულებისთვის ანაწილებს, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ რიგდება ღვინო ნაციონალური მოძრაობის აგიტაციის ფონზე ჩუმლაყის გამგეობაში თანამშრომლების დაღიზიანება მოხდა. არჩევნების მონიტორი გელამ თიულიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ამორჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ქვილი მოგცეს, ღვინოს გვაძლევენ, პესო, მაკარო, რა ვიცი რა, სასურსათო ყველაფერს გვაძლევენ. მადლობა 1500 ლარი ფული მოგცეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ? კი, მე რა მოხდა? და ღვინოსთან რატო ხარ ხე? არ ღვინოსთან ვარ, სტუმრად ვარ შემოსული. აღნიშნული ღვინო შემოვიდა სოფლის სამისო და სახელმწიფო პროგრამით, რომ დაეხმარონ სტიქით დაზარალებულ ხალხს, რომელსაც ვენახი გაუნადგურდა და ფაქტურად მოსავალი ვერ მიიღეს და ეს მცირედი ღვინო მაინც იყოს მათ ოჯახში. არავითარი კავშირი აქვს ამას წინასაარჩევნო აგიტაციას და პროპაგანდას. ჩვენ ვიყავით იქ, სადაც ღვინის დარიგება მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი პირდაპირ ღიად ეწევა აგიტაციას ნაციონალური მოძრაობის დასარგებლად, რომ იშა მაგარია, ქვეყანა აშენა. ადამიანებს, რომლებიც ამ ღვინოს იღებენ, მიაჩნიათ და ეს თქვეს კიდეც, რომ აღქმა ხდება, რომ ღვინოს არიგებს ნაციონალური მოძრაობა, რაც ბუნებრივია აი ამ ორი ფაქტის გათვალისწინებით ხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც არის არჩევნო კოდექსის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.